მოგესალმებით მეგობრებო, ვიტყებ ცოცხალი სესიის ჩაწერას. თამაშობ პოტლიმით ომაჰას NL50 აჭარაბეთზე. მე დავიწყე უახლოეს წარსულში პოტლიმით ომაჰას სწავლა, ვითამაშე რაღაც გარკვეული დისტანცია GG პოკერზე სწრაფი მაგიდები. ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი ამ დისციპლინაში გადავჯდები თუ არა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ალბათობით შეიძლება გადავჯდე რა. რაღაცნაირად ცოტა ახალი ინტერესით თამაშობ ამ თამაშს, იმიტომ რომ ჰოლდემი რაღაც მეტაკლებად მობეზრებული ვით მაქვს. მობეზრებული არ არის სწორი სიტყვა, მაგრამ აი რაღაცნაირად არის რაღაც მიზეზები, მე სხვადასხვა ვილაპარაკებ მაგ თემაზე. და ომაჰაში რაღაცნაირად აი ჩემს სუბიექტურადაც ობიექტურადაც ცოტა უფრო მეტი პოტენციალი დავინახე, რომ განვითარდე რა. სუბიექტურად იმ გაგებით, რომ მე რაღაცა ცოტა განსხვავებული ინტერესით ვუდგები ამ თამაშს, იმიტომ რომ ახალია ჩემთვის და მაინტერესებს და ობიექტურად ვფიქრობ, რომ შედარებით მაღალ ლიმიტებზე უფრო ნორმალური შემადგენლობების პოვნა ამ თამაშში შეიძლება ვიდრე ჰოლდემში. 6 მაგიდას თამაშობ. 6 მაგიდა ცოტა ბევრია, შეიძლება ეხლა ამ მომენტში ჩემთვის ომაჰას თამაში ჯერჯერობით არ ვარ ისე მოშინაურებული ამ თამაში, რომ 6 მაგიდა ვითამაშო. თან ცოტა უფრო დიდი ყურადღების რესურსი ჭირდება ამ თამაშს. აქ პოტბეტზე უბრალოდ დავუყრი. დიდად არაფრის მომცემი ხელი მაქვს. small blind-ზე. მოდი ჯერჯერობით ესეც დავყაროთ. აქეთ კიდე ერთი რაღაც ტურნირი მაქვს. და ეს უბრალოდ დავქოლოთ ჯერჯერობით. კაი, იმედი რა საინტერესო დარიგებები იქნება. მოგევატყობ რომ ცოტა ზედმეტი ექშენია 6 მაგიდაზე, საერთოდ თამაშობ GG-ზე 2 მაგიდა სწრაფ მაგიდებს და 2 მაგიდა რაშ პოკერი ზოგადად დაახლოებით იგივე დისტანციას უნდა იძლეოდეს, სადაც 6 მაგიდა, 6 რეგულარული მაგიდა. მაგრამ 6 რეგულარული მაგიდის თამაში მაინც ახლა ცოტა უფრო ძნელია, იმიტომ რომ ერთდროულად ვიზარებობს ექშენი და მაგიტო რა. იქ კიდე 2 მაგიდა გაქვს, შესაბამისად ფიზიკურად ვერ მოხერხდება მეტი ექშენი. NL50 6 მაგიდა როგორც წესი არ არის ხოლმე. მოდი ავნახოთ კიდე. ჰოლდემზე რა ხდება ერთი თუ შევხედა. ჰოლდემზე სულ ერთი მაგიდა თამაშობს ახლა მომენტისთვის NL50. რაც ომაჰა უფრო ევასება ხალხს თუ რაშია საქმე. ეს უბრალოდ ახლა ამ მომენტში არის შეიძლება ეგრე და საერთოდ ეგრე არ არის. კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. მოდი აბა მოთამაშეებს შევხედოთ, აი რეგულარი თუა ვინმე ან რაღაცა. ჯერჯერობით თვალში ისე არავინ არ ხდება. აი ეს ოპონენტი მეორდება მაგიდებზე. მე მგონი ეს 3 მაგიდაზე მეორდება. შეიძლება რეგია. ესეც თუ არა. რავი, ჯერჯერობით თვალში ისე არავინ არ ხდება. ესე იგი, ზოგადად თამაში განსხვავდება ტეხასური ჰოლდემიდან. ანუ პრინციპულად განსხვავდება, საერთოდ სხვა თამაშია შეიძლება ითქვას. და ჰოლდემიდან ანუ ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა. გამიჭირდა რა გაგებით ახლა NL2-ზე დავიწყე თამაში თავიდან, ახლა მე NL5-ზე ავიწი. მეორე ნაცი მაქვს აქ, რაც იდეაში
ძალიან ძლიერ კომბინაციად არ ითვლება, ეხლა როგორც ჰოლდემში გაქვს ეხლა დამა ჰაი ფლეში ესეთ სიტუაციაში, ჩვეულებრივად ანუ სტეკზე თამაშობდა. აქ ეგრე არ არის რა. აქ ცოტა ფრთხილად უნდა მოსინჯო ეხლა ოპონენტები, აბა როგორ არიან, რას აკეთებენ და თუ რაღაც ეთი ექშენი მოგცეს რა, რომელიც სავარაუდოდ ველიუა, როგორც წესი, იქნება ხოლმე პირველი ნაცი. მიმდინარე სესიაზე უკვე 1-2 გუდარი მქონდა, სწორედაც რომ რივერზე დავიჭირე მეორე ნაცი. ანუ უბრალოდ თერნი დავაოლინე თითქმის რა, რაღაცა ხურდები დამჭა. სტეკში და სეტი მქონდა და ფლეშ დრო და ოპონენტსაც მქონდა ფლეშ დრო, ოღონდ ნაც ფლეშ დრო და ფლეშ დაიხურა რივერზე ერთ სიტყვით და მეორე ნაცი მქონდა ოპონენტს პირველი და ეგრე წავაგე ერთი უდარი და ერთი უდარი მოვიგე. აღარ მახსოვს რითი. აი მაგიდაზე მოვიგე უდარი. რითი მოვიგე აღარ მახსოვს. კაი, ტუზები მოვიდა. ნორმალური ტუზებია. ყოველთვის დამატებით კომპონენტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხა ამ ტუზებს მაგალითად დამატებით კომპონენტი ის აქვს, რომ single suited არის, ანუ flash draw მაქვს ერთი ცალი და კიდე მაქვს დამა, ანუ Broadway card-ი, რაც იდეაში Broadway Street-ის პოტენციალს მაძლევს. ნუ ეს არ არის ძალიან დიდი equity ეგ ამბავი, მეორე ამბავი, მაგრამ ნორმალური preflop all-in stake-ზე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ეს ოპონენტი თუ სურვილს გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ესეთ ფლოპზე არ მგონია რამე მოვიფიქროთ ამ ტუზებით, მით უმეტეს დონკბეთის წინააღმდეგ პირდაპირ დავური. აქ შედარებით უფრო ნორმალური ფლოპი დავიჭირე, გაჩოტი მაქვს, ნაც გაჩოტი მაქვს და ნაც ფლეშ დრო მაქვს. შესაბამისად, ორი ოპონენტის წინააღმდეგ ვფიქრობ, რომ ნახევარი ბანკი საკმარისი იქნება მან დრო აგრესია გავაგრძელო. იმიტომ რომ მაგას ახლა პირდაპირ გაგებით ველიო არ იყო ახლა ეს აგრესია რაც გავაგრძელე, უფრო რაღაცა პოტის აშენების ცდელობა იყო, გაფლეშვის ან რაღაც ანუ ნაცის დაჭერის შემთხვევაში, დაიეზდის შემთხვევაში, დაიეზდს ეძახი მაგას რა, ანუ ქართულად არ ვიცი შესატყვისი, მოკლედ დაიეზდი თუ იქნებოდა, ანუ თუ დავიჭერდი ჩემს აუტებს, პოტი რო კარგად ქონოდა აშენებული, რომ კარგი ველიუბეთი გამეკეთებინა, იდეაში ეგ ნახევარი პოტი მაგას ემსახურებოდა, თორე იდეაში არაფერ fold equity-ს ეგ არ ქმნიდა და ველიუბეთიც ახლა over წვილით არ მქონდა რა თქმა უნდა. გამოჩნდა კიდევაც რა მქონდა, ორი fold-ი მივიღე. ზოგადად ოპონენტებს ახასიათებთ ძალიან სწორხაზოვანი თამაში, აქ კიდევ უფრო სწორხაზოვანი და კიდევ უფრო გამჭვირვალე თამაში ვიდრე ჰოლდემში. შესაბამისად, ოპონენტების აგრესია ხშირ შემთხვევაში მათ დავიჯეროთ რა. რაღაცა სპეციფიკური სიტუაციების გარდა რა თქმა უნდა რა. რაც შეეხება ძლიერ ჰენდებს, value ჰენდებს, უნდა დავაველიუბეთოთ როგორც ჰოლდემში, ვაველიუბეთებ ძალიან აგრესიულად და ძალიან კარგად იხდიან ოპონენტები, იმიტომ რომ 4 კარტი რო უჭირავს ოპონენტს, უფრო ადვილად მოიფიქრებს მიზეს გადახდისთვის ვიდრე 2 კარტით. 2 კარტიც არ უჭირთ რომ გადაიხადონ და 4 კარტით მით უმეტეს. ამის დარეიზებას არ ვფიქრობ აზრი აქვს, მაგრამ მოდი გავლიმპავ, იქნება ფლოპი ვნახოთ, რამე საინტერესო იყოს იქნება. მე მგონი შეიძლება ჩაითვალოს ეს ფლოპი საინტერესოდ, გავაგრძელოთ აგრესია. გავაგრძელოთ რა, პრინციპში არ იყო ჩვენი აგრესია, მაგრამ როგორც არის. ხო, რაზე ვამბობდი? ხო, value hand-ებით ერთი სიტყვით ჩვეულებრივად, ანუ ძალიან აგრესიულად ვთამაშობ და ეგრეა რეკომენდებული და რაც შეეხება ბლეფის ასე ვთქვათ, აქ მეორე ბარელი გავაკეთე ჩვეულებრივად. იმედი მქონდა რომ რამეს დავიჭერდი რივერზე, ანუ full house. ვერ დავიჭირე ვერაფერი. კიკერი ვალეტი მაქვს. არ არის ცუდი კიკერი, სხვათა შორის. არც ძალიან კაი არ არის. მოდი დავჩეკოთ და ვნახოთ აბა რა. ოპონენტის დაჩეკავს ალბათ მოვიგებ ხოლმე, ნუ ვერ მოვიგე რა. ეგრეთ წოდი რომ ვერ მოვიგებდი. კაი, მოდი ერთი თამაშინა, ანუ ძალიან ყურადღებას, კონცენტრაციას შემიჭამს ძალიან და ავდგები აქედან. იმიტომ რომ ვეღარ ვასწრებ ლაბარაკს რა. 5 მაგი დავითამაშოთ. ანუ ვაფშე 4 მაგი დავითამაშოთ ჯობია რა.
მოდი აი მაგიდასაც სულ შორტ სტეკებთან ერთად ვწივარ და ამაგიდასაც გავთიშავ. ან იყოს კაი, იყოს 5 მაგიდა იყოს. ჯერჯერობით. ხო, ბლეფსაც შეეხება, ბლეფი დიდწილად ბლოკერებიდან გამომდინარეობს რა. კარგი ბლოკერები როცა გვიჭირავს, შეგვიძლია თავს მისცეთ უფლება რომ ვიბლეფოთ რა. სტრიტის ბლოკერები, ფლეშის ბლოკერები, განსაკუთრებით აი ნაც ფლეშის ბლოკერები როცა გვაქვს, აი მაგალითად ტუზი როცა გვაქვს და მაგმასტზე ფლეში იხურება და ჩვენ ფლეში არა გვაქვს, ეგეთ შემთხვევაში შეგვიძლია ხოლმე რომ თავს უფლება მისცეთ რომ ვიბლეფოთ. და ხა გააჩნია ოპონენტს გააჩნია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაბალ ფლეშებს ბევრი ოპონენტი არ ყრის, მაგრამ თუ ისეთი ცოტა დაფიქრებული ოპონენტის წინააღმდეგ თამაშობთ, რომელიც ცოტა ფრთხილად თამაშობს, შეგვიძლია თავად შევუტიოთ ეგეთ სიტუაციაში. აუ ის ტურნირი ვაფშე დამავიწყდა. ტურნირი მქონდა დასითაუტებული და არ თამაშობდი. კაი, აქეთ გადმოვიტანა ტურნირს, რაღაცა ლიდერბეტზე რაღაცა ტურნირს დავრეგისტრირდი, რატომ ერთთანაც არ ვიცი. ორი წვილი. კაროლები აქ მგონია რომ უბრალოდ კოლი იქნება გამართლებული. ერთი-ერთზე. არ არის ეს ძლიერი ხელი, მაგრამ ერთი-ერთს დავარიზე. Ace-high, ორი ოპონენტი. მიუხედავად ორი ოპონენტის წინააღმდეგ, Ace-high ფლოპები ზოგადად შეიძლება რომ გააგრძელო რა აგრესია რა. მიუხედავად ორი ოპონენტისა. ნუ აქ ხა ოპონენტო დამიოლი არ შემიხედია ოპონენტის სტეკზე და შორტ სტეკი იყო და შესაბამისად დაქოლვა მიწევს რა. დავქოლე და გადაუსარი. აქ ფოლდია ყველა ვარიანტში და heads-ups არ ვითამაშებ. აქ წავაგე. მოვიგე უბრალოდ. მაგრამ ნაღდად არ მეგონა რომ მან შოუდაუნ-ველი მქონდა. აქ ორი წვილი მაქვს, მაგრამ ყველანაირი სტრიტი დახურულია და სამი ოპონენტი მყავს. ესეთ შემთხვევებში აი უბრალოდ როცა სამი ოპონენტი ყავს და რაღაც დროები იხურება, ანუ თითქმის ყოველთვის განწირულია შენი ხელი. კაი, ეს ტურნირი არ გჭირდება ჩვენ. აი ესე გავაგრძელოთ თამაში. ხო, მოკლედ ფლოპზე აქ არაფერი არ ხდებოდა, აქ ვფიქრობ რომ თერზე უკვე უნდა ავიღო ინიციატივა. ეს სწორხაზოვან თამაშზე რომ მქონდა საუბარი, ეს იგულისხმებოდა, ანუ ოპონენტები პატიოსთან თამაშობენ მეტნაკლებად. ეს ოპონენტი რეგულარს გავს, მაგრამ ლიმპავს თან. კაი, დავანებოთ თავი ჯერჯერობით. ნორმალური ხელია. ზოგადად ფლეში რო ჯობია რომ ეს ჰაი ფლეში რო იყოს. ეს ტეხავს რო კაროლზე მაქვს, მაგრამ არა უშავს. ლიმპების წინააღმდეგ ალბათ მაინც იმუშავებს. ფლოპი არ არის გადასარევი, ჩეკი. კი მაქვს, ფლეში დრო მაქვს და რაღაცა ბექდორები მაქვს კიდე რა. რაც ნუ ცუდი არ არის, მაგრამ ესეთ საშუალო ფლოპზე, როგორც წესი, ფოლდექვიტი არ არის. ან გაჩოტი დამემატა, მოდი ახლა გავაგრძელოთ აგრესია, რახან ოპონენტმა თან დაჩეკა. ოპონენტი ახლა ამ შემთხვევაში კოლავს. ტუზი ვფიქრობ, რომ რაღაც შოუდაუნ-ველიუს მაძლევს და შესაბამისად დავჩეკავ. აქ მოდი ლიმპოტია დავიძრათ. ესე იგი, ხო, 15 წუთია რაც სესია დავიწყე, ნუ პრინციპში ეხა დავიწყე ჩათვალეთ სესია, იმიტომ რომ მანამდე რაღაც 6 მაგიდა მქონდა და ცოტა დაბნეული ვიყავი, რა ხდებოდა, ვერ ხდებოდი. ამდენი ლიმპების წინააღმდეგ არ ვფიქრობ ფაქტ არ ეიზება. მიუხედავად იმისა, რომ რა ნორმალური ცოტა იმედის მომცემი ხელია. ამდენი ლიმპების წინააღმდეგ ჯერჯერობით თამაში არ ვიცი კარგად. აი, კაცო, ზუმშიც არის ლიმპები, მაგრამ ამდენი არა. ზოგადად სოლვერში ხარ, რომელ სოლვერშიც ვსწავლობ ამ ომაჰას, PLO Mastermind-ში წინა ვიდეოში ავხსენი იქ როგორ მუშაობ და როგორ უნდა ვიმუშაო და რაღაცა.
ანუ ლიმპების წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია თითქმის საერთო არ არის რა. დროის სოლვერი ხო ანუ ოპტიმალურ სტრატეგიის წინააღმდეგ ანუ დაახლოებით ეგრე გვასწავლის და ლიმპი არ არის ოპტიმალური თამაში შესაბამისად ლიმპები არ არის ამიტომაც ანუ პირდაპირ სოლვერში ნასწავლი რაღაცეების ეს პირდაპირ წესით გადმოტანა როგორც წესი არ ხერხდება ხოლმე ჩვეულებრივ მაგიდებზე და რაღაც ინტერპრეტაციას საჭიროებს ხოლმე რა ერთი ხევით ლამაზი ხელია მაგრამ დიდი რეიქის წეხში cold call-ით შესვლა აზრი არ აქვს მეგონი ეს ორიანი როცა ჰენდი საერთოდ ორიანს ან სამიანს შეიცავს ხოლმე ხო თავის შემადგენლობაში ძალიან ფუჭდება ხელი რა. კი 9-10 8-9 ძალიან კარგი გადაბმა. ეს გადამეს რანდაუნებს ეძახიან. როცა 4 კარტი გადამულია რანდაუნებს, როგორც ჰოლდემში კონექტორს ეძახით, აქ რანდაუნებს ეძახიან და თუ ის არის ასე ვთქვათ გეპებს ეძახიან, თუ აი მაგალითად აი მქონდა 7-იანი იქნებოდა რანდაუნი და თუ 6-იანი მექნებოდა, ანუ ერთი გეპი ექნებოდა, თუ დავუშვათ 10-იანი სათვალეტი იქნებოდა, კიდე მეორე გეპი იქნებოდა და ანუ 7-დან თუ ამოგლეჯილი აქვს მოკლედ ერთი გადაბმა, მაგას გეპებს ეძახიან რა. ახლა შემადგენლობასაც შეეხება აჭარაზე ისევ როგორც სხვა მაგიდებზე და სხვა ნაირსახეობებში, ნუ ჰოლდემში რა, სხვა ნაირსახეობები არსებობს. როგორც ჰოლდემში, ქეშზე და ტურნირებზე, ომაჰაც არ არის გამონაკლისი, რომ არის რაღაცა სიურეალისტური შემადგენლობები, ანუ ძირითად მოთამაშეების ან ძირითად ენთრის აკეთებენ ფიშები, ანუ ესეთი კარგი შემადგენლობები თითქმის არც ერთ რომში არ მეგულება აბსოლუტურად. აჭარასა და ნუ ლიდერზეც ნაკლები ექშენია, მაგრამ ლიდერზეც დაახლოებით იგივე. ანუ ეხა საერთოდ როგორც წესი ონლაინ პოკერში არის მიღებული ეგრე რომ მაგიდაზე როზის 6 ადამიანი, ანუ 5 ენტრი არის ხოლმე რეგულარების და 1 ენტრი არის ხოლმე რეკრეაციული მოთამაშის. ანუ როგორც წესი ესე ხდება და აქ პირიქით არის ხშირ შემთხვევაში. ნუ მინიმუმ 2-3 ფიში ყოველთვის არის მაგიდაზე. რაც ერთის მხრივ ფულის მოგებას ძალიან ადვილს ხდის, მაგრამ განვითარებას ძალიან ძნელს ხდის, იმიტომ რომ მაღალ ლიმიტებზე ესე არ არის. და შესაბამისად აქ დაგროვილი გამოცდილება მაღალ ლიმიტებზე არ მიყვება რა. ეგ ტეხავს. ვერ ვიტყვი ცუდი ხელია. კი, კაი ბლომად მკვდარი ფულია თან, მოდი რა შევიდეთ ნახოთ ფლოპი რა. არაფერი რაღაცა შეიძლება. წერან ტურნირი ვაში დავიკიდე და ეს აჭარაბეთის ლობი მქონდა ამოღებული და ივან სოთვალიერებდი და ტურნირს გადაეფარა და ვაფშე აღარ მახსოვდა რომ ტურნირს თამაშობდი. არა უშავს. ძირითადი შეცდომები რაც უშვებენ ადამიანები დამწყები მოთამაშეები PL-ში როგორც გავარკვიე არის ლუზური თამაში რა. ანუ ძალიან ბევრი კოლები, რაც ჰოლდემში იდეაში რა, ჰოლდემშიც იგივეა. ანუ ეს ძალიან ბევრი cold call-ები ჰოლდემშიც არ ვარგა და ომაჰაში კიდევ უფრო მეტად არ ვარგა, იმიტომ რომ ეს equity უფრო ახლოა და უპირატესობის მოპოვება ოპონენტზე უფრო ძნელია, ანუ ხელის იძლიერებს გულისხმობ, აი მაგალითად ხა ჰოლდემში თუ სეტველი უზე შეხვალ და სეტს დაიჭერდა, მე ოპონენტზე ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს equity-ში, ხო?
სეტით ეხა მაგალითად over წყვილთან ან top წყვილთან ოპონენტი 5-10%-ის ფარგლებში დგას შენ წინააღმდეგ და აქ შეიძლება სეტი დაიჭირო. ერთი გაცილებით დიდი შანსია რომ over set-თან ითამაშო. ეს ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი ის არის რომ არ იყოს ოპონენტთან over set-ი. ძალიან დიდი equity მაინც ექნება რა, ან flash draw ექნება, ან street draw ექნება. შეიძლება აქ street draw-ს კონდეს 20 აუტი. აი უბრალოდ აი ეგეთი რაღაცაა შესაძლებელი. აქ დიდი ენთუზიაზმის გარეშე ერთ ქუჩას დავქოლავ. და river-ზე check-check-ით წავიღებ. აქ ხა ერთი blind-ის წინააღმდეგ რა უნდა გავაკეთო ხა. რა მომიწესო გადავიხადო რა. რაღაც showdown value მქონდა. ხო, შესაბამისად აი მაგალითად set-value-ზე შესვლა იმდენად მომგებიანი აქ არ არის როგორც hold'em-ში. დანარჩენ რამეებშიც, ანუ მოკლედ cold call-ებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი. ისედაც მარტო cold call-ებთან არა, ტრიბეთების დაკოლვასთანაც მით უმეტეს უპოზიციოთ, აქ პოზიციას კიდე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ომაჰაში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიციას კიდე ვიდრე hold'em-ში. hold'em-ში ძალიან მნიშვნელოვანია პოზიცია, ამაზე მე ჩემ ახსნით ძალიან ბევრი მილაპარაკია. მაგრამ ომაჰაში კიდე უფრო მნიშვნელოვანია პოზიცია, იმიტომ რომ equity-ის რეალიზაციას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ომაჰაში რა, იმიტომ რომ უფრო equity-ზე ორიენტირებული თამაშია. ვიდრე hold'em-ი. hold'em-ი მაინც უფრო მეტად ოპონენტის დაკითხვაზე ორიენტირებული თამაშია და აქ როგორც წეგან ვილაპარაკე, უფრო ისეთი რა, პატიოსანი თამაში მიდის. პირველი პოზიციის რეიზის წინააღმდეგ აი ხა ამ ხელს არ დავქოლავ, მაგალითად აი ამას გულისხმობდი აი cold call-ებში. ეს არ არის დიდად გადასარევი ხელი, მაგრამ ლიმპის წინააღმდეგ მინდა ამით თამაში და ორი ფერის ჰენდები ზოგადად კარგ ჰენდებად ითვლება, თან როცა წყვილი გაქვს, ეს დამატებითი კომპონენტია, პლუს ორი ბროდვეი კარდი გაქვს, აი ორი მაღალი ფლეშ დრო გაქვს რა. არა, ცუდია რომ ეს აი ფლეშ დრო არა გაქვს, მაგრამ რაც არის, ანუ აი ესეთ კომპონენტები უნდა შეაჯამო და რაღაც აი რამდენიმე კომპონენტს თუ აკმაყოფილებს ხელი, 2-3 კომპონენტს უკვე შეიძლება რომ ეგეთი ხელით აი დაარეიზო რა. აქ მოდი დავჩეკოთ. ძალიან ძლიერი ხელი მაქვს. კი, ბევრი ოპონენტი აიმყავს, საერთოდ ეს ამდენი ოპონენტის წინააღმდეგ დაჩეკვას არ აქვს, ხოლმე აზრი ჯობია ხოლმე რომ გახვიდე რა. მაგრამ ძალიან საშიში ფლოპია რა. და შესაბამისად გადაწყვიტე რომ დამეჩეკა. აქ რივერი არ არსებობს, რომელიც გამახარებს, ასე რომ უბრალოდ დავჩეკა. მოდის რივერზე 10-იანი, ძალიან ცუდია რომ მე street draw-ებს ბლოკავ. ანუ კაროლით street-ებს ბლოკავ, უბრალოდ street draw-ებს კი არა, street-ებს ბლოკავ. მაგრამ რავი, აბა როდესმე ხომ გადავახტებინო. არ მივიღე კოლი, ეგრეთ ვიცოდი. ტუზები რა თქმა უნდა, ვეცდები რომ ვითამაშო პრეფლოპ all-in-ი. მithometes თან short stack-ი არ ეიზებს და მაგასთან პრობლემა არ იქნება. ზოგადად ეხა ეს გადასარევი ტუზები არ არის რა. მაგრამ short stack-ის წინააღმდეგ მაინც პრობლემა არ არის. ერთი კომპონენტი ის აქვს, რომ ace high flash draw აქვს, მეტი არაფერი. ხა კაჭარაზე არ ეწერება equity. ეხლა რომ გენახა აქ equity, ალბათ მექნებოდა 1.58% რა. ორი წყვილი პლუს nats flash draw. ეს კომპონენტი რომ მესამე აგური მიჭირავს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ equity-ს მიფუჭებს. თუმცა და ამ ოპონენტის თამაში ახლა ამ ოპონენტის თამაში ან ძალიან ძლიერი ხელის დემონსტრაცია აქვს, შეიძლება ოპონენტი ძალიან ხშირად თქონდეს რამე სეტი, ხუთიანები, ან რაღაც ეგეთი. მოდი ჯერჯერობით უბრალოდ დავქოლოთ. გავფლეშე. ეხლა რასაც ვაკეთებ, შევა ვინმეს ძალიან ისეთ
იდიოტურ თამაშად მოეჩვენოს. პოტბეთი უნდა გაუდონქო და მაგრამ ეს იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ ოპონენტს აქ შეიძლება კონდეს თავისუფლად სეტი და არ მინდა რომ კარგი შანსები მივცე რივერის ნახვაზე. ჰოლდემში რა თქმა უნდა მაქსვლას არ გავაკეთებდი არანაირად. იმიტომ რომ სეტის გარდა მილიონი რაღაც მოფიქრება შეიძლება და ოპონენტთან უბრალოდ აქ ომაჰაა და აქ სხვანაირი თამაშია. აქ მოდის ფლეშ დრო და იგივე ლოგიკით არა, პრინციპში ნაც ფლეშ დროს ბლოკერი კი მაქვს აქ. მაგრამ ორი ოპონენტი რაც აკავს, ჯობია რომ ძალიან დიდი საიზინგით გავიდე. ნახოთ აბა რისგან მივიღე აქ ფუში. ნუ აქ მივიღე ფუში იგივე სტრიტისგან და სტრიტს ქონდა დამატებითი კომპონენტი ფლეშ დროს სახით და ასეთ სიტუაციას ქვია ფრი როლი რა. ან ჩემი ოპონენტისთვის ეს იყო ფრი როლი. ან გაიყოფდა, ან მოიგებდა, თუ გაუფლეშავდა რა. რაც ჩვენთვის იყო ძალიან არასასურველი სიტუაცია. მაგრამ მე რახან მქონდა king რაღა და ტუზ ავიჯერით ცოტა. რახან მქონდა კაროლ აგური, რომელიც იყო ნაცფლეშ დროს ბლოკერი, ხო? მან ჩავთვალე რომ ოპონენტთან ბევრი ფლეშ დროები არ იქნებოდა და შესაბამისად თამამად დავაველიუბეთე ჩემი სტრიტით, თორე რომ არ მქონდა აი კაროლ აგური, ხო? შეიძლება დამეჩეკა ან პატარა საიზინგით გავსულიყავი. ამას დავუყრე. აქ შემელო გასვლა აი ერთი ნახევარი არა, 1/13 ბანკი, მაგრამ უბრალოდ ორი ოპონენტი როცა ყავს, არ არის ეფექტური მაინდა-მაინც ნახევარი ბანკი. ნახევარი ბანკი არა, 1/13 ჯობდა მონოტონზე. სტრიტი მაქვს, რავი, მგონია რომ ესეთი სტრიტით შემილია რომ მაგრამ არ მგონია ველიუბეთი მქონდეს რა ესეთი სტრიტით. ზოგჯერ ესე პასიურად ოპონენტები დაბალ ფლეშებსაც გაათამაშებენ ჩემი აზრით. აკათიანები დავავალინე, აბა რა მოხდება ახლა. ტუზები დამავალეთი. და რივერი დავაგეთ. ეს არის მომენტი, როცა გიხარია წაგება. რა თქმა უნდა, არ ვაკეთებ წრება ის და ნახვამდის. ისე ესათიანები ისე დავავალინე, ისეთ სიტუაციაში დავავალინე, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ იქით ტუზებს ნახავდი რა. ერთმა 2.5 ბლაინდი დაარეიზა და მეორემ 5 ბლაინდი დაატრიბეთ, ანუ ეგრე რაღაცა face up ტრიბეთები რო არის რა, აი 2.5 ბლაინდს 5 ბლაინდი დაატრიბეთებს ტიპი, რაღაცა 20 ბლაინდის სიღრმეში რა. უეჭველი ტუზები უჭირავს. მაგრამ აინც დავავალინე. ლიდერბეტზე არის ომაჰა. ოღონდ არის აი ესეთი თამაში რა. 5 კარტა ომაჰა ძირითადად. 4 კარტა ომაჰაზე რა მარტო NL4-ზე არის ეგ შენი როგორც ხედავ. და 5 კარტა ომაჰა და თან არის no limit. აი ეს რა no limit საიდან მოიტანეთ, ანუ ძალიან უაზრო თამაში არის რა. ხუთკარტა ომაჰა გასაგებია ხა დღესდღეობით ძალიან პოპულარული თამაშია. მაგრამ no limit ფორმატით არავინ არ თამაშობს მაგას. იმიტომ რომ ვაფშე აზრი ეკარგება ყველანაირად. ეხლა აქ კი მაქვს ორხრივი სასტრიტე მაქვს და ფლეშ დრო მაქვს. რაც ერთ შეხედვით ვიღაცას მოეჩვენოს ძალიან ძლიერ ხელად. მე არ მეჩვენება რატომაც ეგეთად. ან წვილიც მაქვს. აი ამ ხელით რა უნდა გააკეთო წარმოდგენა არ მაქვს. ფლეშ დრო შეთვალე აქ ვაფშე არ მუშაობს რა, დაბალი ფლეშ დრო. შესაბამისად ორხრივი სასტრიტე პროსტა ორხრივი სასტრიტე
დიდი არაფერი ხელი არა. აი რამე კარგი რაპირო ყოფილიყო, ანუ აი ბლომად აუტები რო მქონდა რა, აი ცხრიანიც რომ მქონდა ან ტულზიან რაღაც ეგეთი. კიდე შეიძლება, ანუ 8-ზე მეტი აუტი რომ მქონდა. კარგი ხელი მაქვს. კოლი ჯობია, ტრივეთისთვის არ არის საკმარისად ძლიერი. აქაც იგივე ლოგიკით. ჩეკი. ნაცვლეში რო დავიჭირე. ზოგადად ისეთი არაფერი ხელია აქ ნაცვლეში, რომ მithumetes 4 ოპონენტის 3 ოპონენტის წინააღმდეგ დავჩეკოთ. ან ჩეკრეისთან ძალიან ცუდად როდესაც გახარ ჯობია რომ დაჩეკო რა, ეგეთი რამე ხა. მანდ რო ჩეკი გამეკეთებინა, მანდ რო რამე ძალიან ცუდადაც რო გავსულიყავი, უკვე იმ ხელა რეიზის გაკეთება შეეძლებოდა ოპონენტებს, რომ ჩეკრეისთან ვეღარ ვითამაშებდიან, ფოლდი ვიყავი შესაბამისად მერჩინა რომ დამეჩეკა. ნუ სამაგიეროდ თერზე დავიჭირი აქ გაჩოტი. ანუ დამა გამისტრიტავს, ნაც სტრიტი მექნება, ყვავი გამიფლეშავს და ნაცვლეში მექნება და შესაბამისად შემიძლია ეხა აქ უკვე პოტ-პოტი დავქოლო რა. ნუ ვერ მივიღე ვერაფერი რივერზე გადავყრე. მან რო დამეულინებინა დავუშვათ თერზე რამე ფოლდეკვითი უნდა მქონოდა რა. თუ რაღაც პონჩი მეწოდინებოდა რომ ფოლდეკვითი მაქვს, ოჭოლი დავფუშავდი რა თერზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არანაირი ფოლდეკვითი არ მქონდა. ახევარი საათი ვთამაშობ, ერთი 10 წუთიც ვითამაშოთ და დავხურავ სესიას. პირდაპირ ნიშნულობით, ანუ მე თვითონს დავხურავ სესიას. ანუ მოდიოში ხა. ოზები პირმეთი ხა დავხურავ მეთქი სესიაზე, ცოტა ხანი რაღაცა მეთქი. იმას შევხედოთ მეთქი რა, სოლვერში შევიხედოთ მეთქი, მაგრამ აქ გავაკეთეთ იზოლირება, კაი, სოლვერში სხვადასხვა შევიხედოთ. ანუ ის მინდოდა რომ მე თქვა რომ თუ ვინმე ჩემი მაყურებლებში ხარ ესეთი ვისაც ცოტა ომაჰა უფრო გაინტერესებთ და რაღაცა ესეთი ასე თქვათ გაკვეთილები და გაინტერესებათ, ანუ შესწავლილი ვიდეოები, რავი, დაწერეთ კომენტარებში რამე ვიდეოს გავაკეთებ მე. მაგალითად ან ცოტა სოლვერში რამე პრეფლოპ მოდელზე წამუშავების ამბავში ან რაღაც ეგეთი. ან ისე პროსტა რაღაცა სტრატეგია რო ახსნა. ხა აქ ფიქრობ კოლი მაქვს. რავი, ორი წყვილი მაქვს. მართალია Rainbow Hand-ი მაქვს, ანუ ფლეშ დროები არა მაქვს, მაგრამ ესეთ დიდ პოტში აი ხა კაროლს რომ მოვედო, ან თუნდაც 7-იანს რომ მოვედო, ის იქნება რა. საკმაოდ დიდი პოტის მოგების შესაძლებლობა მექნება შესაბამისად. ეს ფოლდია. აი ხა დამის ნაცვლად კაროლი რო ყოფილიყო, უკვე ძალიან იმედის მომცემი დარიგება იქნებოდა. აბა რა მოხდა? აუცნაურობა ეჭირათ.
რაღაც ნორმალური ჰენდია ჩანს, მაგრამ პოზიცია მაქვს ისეთი, რომ არ ამგონია ღირდეს ამის და რა იდეო. ხო, რაღაც თემები იყო კიდე რასაც მინდოდა რომ შევხებოდი. იდეაში მთავარი თემა რასაც შევეხე, შეცდომებს შევეხე. ანუ მიკროლიმიტებზე დაშოულ შეცდომებს ომაჰაში, ეგ არის ლუზური თამაში მთლიანობაში. რეიქის წეხის გამო ზოგადად კოლები უნდა შევამციროთ. არ ვამბობ საერთოდ უნდა ამოვიღოთ, მაგრამ აი მარტო ძალიან ისეთ აი იმაში სოლარში ვინც იმუშავებს PLO Mastermind-ში. აი რომელსაც კარგი პოტენციალი ექნება რა. აი 0.1 BB100 არა 0.1 expected value ვისაც ექნება დარიგებაზე. ანუ რაც არის იდეაში 10 BB100, აი მასეთი ჰენდები უნდა დავიტოვოთ მარტო რა, დაახლოებით. მაგაზე ნაკლები expected value ვისაც აქვს, EV რა, EV დავუძახოთ expected value-ს. მაგაზე ნაკლები EV ვისაც აქვს, ეგ ხელები ჯობია დავყაროთ საერთოდ. იმიტომ რომ რეიქს სავარაუდოდ რეიქს ვერ მოვერევით რა. ეგ თემაა. cold call-ები, operations-ში შეიძლება იგივე ითქვას. ტრივეთების call-ებში აუცილებლად. და პოსლებზე მონოდინე ხელები უნდა გავათამაშოთ ცალსახად ნაცის სანაცე პოტენციალით რა. რომელიც ელოდება მოხვედრის შემთხვევაში ნაცს. და რაღაცა მეორე მესამე ნაცები და ეგეთი ჰენდები ძირითადად საწინააღმდეგო ველიუს უფრო ატარებს, ანუ უბრალოდ უკეთეს ხელის წინააღმდეგ აანაზღაურებ და ეგ იქნება რა. სამწუხაროდ ეგრეა. მოკლედ დაწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ ომაჰა, რავი ჩავწერ კიდე რამე ვიდეოებს. ჰოლდემზე რა ვიცი, ბლომად რამეა ჩემს არხზე, უკვე რაღაცა დაახლოებით ეგრე შევხედე რა სიტუაციას ჩემ არხზე, რომ ჰოლდემზე უკვე არის დაგროვილი იმდენი მასალა, რომ ვინმეს რომ უნდაოს რაღაცა საბაზრო სტრატეგია შეისწავლოს, რაღაცა მიკროლიმიტები პლუსში ითამაშოს, მიკროლიმიტი ჩემი არხით უკვე მოახერხებს მაგის გაკეთებას. ყოველ შემთხვევაში მე არაფერი დამიმალია, რაც ვიცი, თითქოს ყველაფერი ამ ვიდეოებში მეტნაკლებად გადმოვეცი რა. და ნახან მე ვახერხებ დაუშვათ რომ და მიკროლიმიტები პლუსში ვითამაშო, სხვაც მოახერხებს ალბათ თუ იგივე ცოდნას დაუშვათ აითვისებს. ვიფიქრე რომ რაღაცას გავსი რაღაცა შეიძლება ომაჰაზე გავაკეთო თუ იყო ინტერესი. დაწერეთ, რავი თუ რამეა, შემდეგ სესიას გავაკეთებ ალბათ GG Poker-ზე. ეხლა რასაც ვთამაშობ ამ მომენტს NL5 ვთამაშობ GG Poker-ზე, ანუ იდეაში მე დისტანციას ვაგროვებ, ანუ მინდა რომ იმას აქვდა რა. ასე ვთქვათ, დისტანცია დავაგროვო და მე დავუშვათ ტრენერთან ერთად გავარჩიო ან რაღაც ეგეთი რა, ან green line-ში გავაგზავნო შეიძლება ან რაღაც. მოკლედ, ეხა ამ მომენტსათვის ჯერჯერობით მე თვითონაც სწავლის პერიოდში ვარ, ბევრი რამე არ ვიცი, ნელ-ნელა რაღაცებს ვისწავლი და თქვენს გაგიზიარებთ რა. შემდეგ სესიას ალბათ გავაკეთებ straf მაგიდებს. L5-ს და თუ იყო რავი ინტერესი, მე შესაძლო ვიდეოებსაც ჩავიწერე რა. სტრიმზე მეკითხებიან ხოლმე ხშირად. სტრიმის სურვილი იდეაში მაქვს, მაგრამ აი ვერ გადავწყვიტე ჯერჯერობით, ეგ ამბავი ასე რომ ვერაფერს ვერ დავაანონსებ სამწუხაროდ, მაგრამ იდეაში სტრიმიც რომ იყოს, დაახლოებით ფორმატი იგივე იქნებოდა რა, ორი ფორმატი მექნებოდა სტრიმზე. ერთი იქნებოდა live სესია, ეხლა როგორც ვთამაშობ, უბრალოდ რა ჩატის კითხვებს წავიკითხავდი. შეიძლება უფრო სახალისო ყოფილიყო, მაგრამ ანუ ინფორმატიულობას რაღაც გაგებით შეძენდა, მაგრამ დიდად არა.
და მეორე ალბათ იქნება ლოგიკური, რომ ანუ თეორიაზე მუშაობის სტრიმი რა, რაღაცა დაახლოებით. ათი შესწავლილი ვიდეოებს ვაკეთებ ხოლმე, რაღაც ეგეთი შესწავლილი ვიდეო, ოღონდ დამატებით კიდე ჩატი, სადაც შეკითხვას უპასუხებ. აი, მანდ უკვე ინფორმატიულობა უფრო მაღალი იქნებოდა, იმიტომ რომ კონკრეტულად ასე ვთქვათ, მაყურებლის ინტერესი მეწოდინებოდა და იმის მიხედვით გავუყვებოდი რა თემებს. ეგ ხარე უფრო საინტერესო იქნებოდა. მოკლედ განვიხილავ მაგ ამბავს და ჯერჯერობით აი ხა რაღაც მეც ცოტა მომაჰას გადაწყვიტავ. აი რა მიმართულებით მიმყავს მე ჩემი კარიერა როგორც პოკერის, ანუ ომაჰაში ვრჩები, ჰოლდენში ვბრუნდები, რას ვაკეთებ როგორანაირად და მაგ თემებზე რომ ჩამოყალიბდები, მე ალბათ მაგ გადაწყვეტილებასაც მივიღებ რა გავსტრიმავ თუ არა. კაი. აქ ეხა დავამთავრებ ვიდეოს, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ აბა თქვენიცით.